მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენ განსხვავებული გადაცემა გვაქვს. ჩვენ არ ვიმყოფებით ჩვენ სტუდიაში, ჩვენ ვართ სოლოლაკში, შუშის სასახლეში. ანუ ვთამაშობთ ბიზნეს ცენტრში, ვთამაშობთ მაზიანზე. და ჩვენ წინაშეა სამთავრობო ხუთეული, ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ეკა ბესელია, ატა ზაქარეიშვილი, და გუნდის კაპიტანი ბიძინა ივანიშვილი. ბატონო ბიძინა, მოგესალმებით ბატონებო, ბატონო ბიძინა, როგორ გრძნობთ თავს? ძალიან კარგად ბატონო წავყვანო. ძალიან კარგი სახში იმყოფებით. ძალიან კარგი. მაშინ დავიწყოთ თამაში, პირველი რაუნდი. კარგი, მაშასე. კითხვა გამოაგზავნა თამაზ სარდალიანმა თბილისიდან. ყურადღებით. შოთა რუსთაველი წერს. ხამს მოყარე მოყვრისათვის თავიჭირსა არ დამრიდა. დავდე ბატონო წავყვანო. დავწუნებული ხარ შოთა რუსთაველი წერს ყველაფერს. ბატონო ბიძინა, შოთა რუსთაველი წერს. ისე არ წერს. დარიგებულ კითხავს ნუსამ. რა შენ გაინტერესებს დავსვი. ვიღაცის დარიგებულ კითხავს ნუსო ახლა. ახლა შენ ის გაინტერესებს და დაწერს შოთა რუსთაველი. ბატონო ბიძინა, კითხვაში წერია ასე. რა შენ გაინტერესებს? დააბიშვი შეგეკითხო. არ გვაშინებს რა შეგეკითხო. არ გვაშინებს. არ გვაშინებს. კარგით გასაგებია, შევცვალეთ კითხვა. შემდეგი შეკითხვა, შევცვალეთ შეკითხვა. სიჩუმე დარბაზში. 1783 წლის 24 ივლისს საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს გეორგიევსკის ტრაქტატს. ყურადღება, კითხვა. საქართველოს მხრიდან ვინ მოაწერა ხელი ამ ტრაქტატს? დრო. ხალხო, მე მგონი მოაწერა, მე როგორც მახსოვს. ზუსტად ავიცი, ხალხო, დრო, ბატონებო, შეწყდა კამათი. ბატონო ბიძინა, ვინ უპასუხებს? უპასუხებს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. კარგი, სიჩუმე, გისმენთ ბატონო ირაკლი. მე გქონი ეს პროგრესია ნაციონალის ხრი ბატონო ირაკლი, პასუხი რა არის? კითხვაზე პასუხი რა არის? ვინ მოაწერა ხელი? მე გქონი ნაციონალებმა. კარგით, პასუხი მიღებულია. ბატონებო, 1783 წლის 24 ივლისს საქართველოს მხრიდან გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოაწერა ერეკლე მეორემ და თქვენ წააგეთ 0-1 ტელემაკურებლის სასარგებლოდ. მეორე რაუნდი. უფრო ყურადღებით იყოთ, უფრო ყურადღებით. ბატონო ბიძინა, შეკითხვა თქვენთან. ის არის ცხენის გვარის წარმომადგენელი, ძუძუმწოვართა ჯგუფი. მისი წონა არის 350 კილოგრამამდე, სხეული შეფერილი აქვს მუქი და ღია ფერის ზოლებით. ყურადღება, კითხვა. როგორ მოვიშორო ეს ზებრა? რა უნდა ზებრას საეთეროში? დაუბრუნდე, კარგით, პასუხი მიღებულია. ბატონო ზებრა. ფრუტ, ბატონო ზებრა. ბატონო ბიძინა, პასუხი არასწორია, მიშველეთ.
მიშველეთ მომაშორეთ ეს ზებრა რა ვქნა მომაშორეთ ეს უპატრონო დარგა უპატრონო ზებრა უპატრონო ეს უპატრონიანი ზებრა ეთას საიდეოში და ეს არის უპატრონო მიშველეთ მიშველეთ დამფრუნებ თავზე აი უპატრონო სტაბილო პასუხი მიღებულია ბატონო ზებრა ინებეთ სტაბილო და პასუხი ისტორია შემეშვა ამოვისურვე ერთი ბატონებო ანგარიში გათანაბრდა მესამე რაუნდი არის მაგდიდე რატო შავამდე საიტო ხარ კარგი სექტორი ვიდეო კითხვა კითხვას დასვამს ბატონი სოსო ჯაჭვლიანი ყურადღება ეკრანებზე მოგესალმებით მოაზროვნეებო სპეციალურად გენიოსურად გამოვეწყობე გენიოსურ ქუდში რომ თქვენთან კითხვით წავდგარიყავ ახლა კითხვა ერთ-ერთმა გენიოსმა რომელიც იმიტომ იყო გენიოსი რომ თქვა თქვენი დედამიწა ბრუნავსო მაგრამ არა გენიოსებმა ის ცეცხლზე დაწვის რატო კაცო გასაგებია მაგრამ ის ვინ თუ რატო კაცო არა ვინ არა რატო კაცო ჯორდანო ბრუნო მაგრამ ჯორდანო ბრუნო დაწვის პროფესორად კი მაგრამ რატო დაწვის რატო ვიტრო ბრუნავსო კაცო ბრუნავსო თქვა და დაწვის ჯორდანო ბრუნო კაცო რო ბრუნავსო ბრუნავსო კი მაგრამ რატო აი ვიტრო გენიოსი იყო აგერ დაწვის ჯორდანო ბრუნო ვიტრო გენიოსი იყო ბატონო ვიტრო გენიოსი იყო გენიოსებს გვებძვიან გენიოსებს ყოველთვის ებრძოდნენ მაგრამ გენიოსი იმიტომ არის გენიოსი ნუ თავი მეტკინა ცოტა მაგრამ რა უშავს ციტერამონი იმიტომ არის ციტერამონი რომ გენიოსებს თავის ტკივილი მოურჩინოს ბატონებო ვიდეომ გაჭედა თუმცა თქვენ ჩაგეთვალათ ეს პასუხი იმიტომ რომ